გუშინ ვაცნობა მხოლოდ ეს ბარბაროს ტექნოლოგიის ვერნიოს მონაწილეობას დღევანდელ დისკუსიაში. ამან ეს არ ქონდა შეცვლის დღევანდელი ჩვენი შეხვედრის დრამატურგიასა ჩემი აზრით. ბარბარო გიორგი კანაშვილს მინდა უთხრა მადლობა, რადგანაც მან გადაგვაჩინა შეიძლება ასე ითქვას, ასე დათმო რაღაც ეგო და მოვიდა ეს ამ დისკუსიაზე. თუმცა ალბათ ის სიმწვავე, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ისე რომ ჩამოტარებია ეს დისკუსია, როგორც იყო დაგეგმილი, შეიძლება ეს სიმწვავე დღეს აქ ამ მაგიდიდან ნაკლებად იქცა. მაგრამ ეს ალბათ სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ თქვენი აქტიურობით თქვენ ამ შემთხვევაში თქვენ მოგმართავთ პუბლიკას გარკვეული კონტრაპუნქტი მიანიჭოთ დღევანდელ შეხვედრას. მე შევეცდები, მიუხედავად იმისა, რომ მოდერატორს ამის უფლება არ აქვს, მაგრამ შევეცდები რაღაც პროვოკაციული კითხვები დავუსვა ჩვენს მომხსენებლებს. მაგრამ ჩავთვალოთ, რომ გიორგი არის ახალი თაობის წარმომადგენელი აი ამ სამშვიდობო მოლაპარაკებაში. ახალი შედგების რესურსი შეიძლება ასე ითქვას, მით უმეტეს რომ ბაღონმა პააკამ სამოქალაქო სექტორი დატოვა და დიდი იმედი მაქვს რომ სამუდამოდ დატოვა და აქედან გამომდინარე ის უკვე ასეთი ოფიციოზის წარმომადგენელია დღეს. მაგრამ კონტექსტის ალბათ მოითხოვს იმას და წესები რომ ბაღონ პააკას მივცეთ პირველ რიგში სიტყვა 15 წუთს ვაძლევთ მომხსენებლებს იმისათვის რომ ჩვენ გქონდეს 1 საათი და დავუსვათ მომხსენებლებს კითხვები, ხო? ისმენთ ბატონო პააკა. დიდი მადლობა. ისწავლეთ თავები ამ ფორმატში აუზრეს ამბობას. კარგი გამოსწორებები ხოლმე კარგი გამოსწორებები გამოგონდა ავტორის თავსახურება და გამომდინარე ასე შეხვედრებზე მოგვიყვება თემას ომით გაყოფილი საზოგადოებები 20 წლის შემდეგ სამშვიდობო პოლიტიკის შეერიგების რესურსი. თემა უნდა აქტუალურია, მის უმეტეს რომ ზეგ სწორედ არის ეს 20 წლის თავი სოხუმის დატოვების და ჯერ კიდე 20 წელი გავიდა, მაგრამ ამ გაყოფილ საზოგადოებაში სხვადასხვა ხედვები არის, თუ რა მოხდა 27 სექტემბრის სოხუმში, როგორც არის ზეიმი და სოხუმის ამების თარიღი. ეს არის რა თქმა უნდა ტრაგედია და ეს არის სოხუმის დაცემის და დატოვების თარიღი. როგორც 20 წლის თავზე საზოგადოებრივ კონფერენცში კონფერენციაში შევიდა საზოგადოებები უფრო სხვანაირად აფასებენ ხოლმე, როცა გვერდზე გადის ათა გადახედონ სხვანაირად შეხედონ გადააფასონ და ახალი თაობა ცდილობს სხვანაირად შეხედოს ხოლმე ასეთ კიმდაულ თარიღს. მე მაინც არ ჩემთვის ეს არის დაფიქრების თუ გადააზრების დღე, როცა დავფიქრდეთ რა მოაქვს ასეთ მომენტში როცა ომი რამდენად სწორია, როცა საზოგადოებები უშვებენ აძლევენ ხელისუფლებას საშუალებას აძლევენ რომ ხელისუფლებამ დააჯეროს რომ ომი შეიძლება რაღაც გაწყვეტილება იყოს მიღებული სამწუხაროდ 15 წლის თავზე ჩვენ ეს ჩიტო გავიმეორეთ 20 წელს და შესაბამისად ჩანს რომ 12 წელმა ჩვენ გამოვიდა შედეგი შესაბამისად ჩვენ ყოფებით აი ამ მძიმე პოზიციაში როცა ყველაფერს უყურებთ გლობალური ჩამის შედეგით ან დამარცხებული ან გამარჯვებული ან დღესდღეობით ან მე ან არავინ რაც ეს კატეგორიულობა საფრთხეობრივ ჯერ კიდევ მოხდება ჯერ კიდევ ხედავთ ან დამარცხებული ჩვენ თავს და ვიდა რომ გამარჯვებული რაც პოლის პოლიტიკას დაფარავს და შესაბამისად ეს არის ჩემი გზა მაშინ რომ ალბათ საზოგადოებას ეს თარიღი უნდა იყოს გადაფასების თარიღები შევხედოთ ვის რა მოუტანა 20 წლის თავზე თავად შეგვეყვა რომ როგორც თავრობის წარმომადგენელი რომ ამ 20 წლის განმავლობაში რომელიმე პერიოდი იყო ყველაზე მძიმე კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივიდან დანახულეთ კონტექსტი. აშკარად ყველაზე მძიმე პერიოდი არის დღეს.
პერსპექტივობა ჩანს რუსეთმა კიდევ მეტად გააძლიერა თავის გავლენები ტერიტორიებზე, როგორც შეძენ უკვე ფორმალურად ნელი მოგება ერთი ოკუპირებულა, თუმცა ეს რუსეთის გავლენა ტერიტორიაზე 20 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. ტერიტორიები არის დაბრუნებული რუსეთის მიერ, მათი იურისდიქცია ვრცელდება, ხორციელდება ოკუპაცია ჩვენ კანონმდებლობით და რაც ყველაზე მცირე შედეგი რაც არის, ეს არის აღიარება რუსეთის მხრიდან აფხაზეთის რუსეთის დამოუკიდებლობა. მოგე ყველაზე რთულად გადასაწყვეტი ამოცანა იქნება ქართულ საზოგადოებისას, როცა დაიწყება სამშობლო პროცესი, იმიტომ რომ ყველაფერი დანარჩენი შედარებით გვარდება, მაგრამ ესეთი სამართლებრივი აქტები როგორც არის აღიარება, მაგრამ ფასუდებს იმ ხალხს, ვინც ცდილობს ეს აღიარება მოხსნას და უარყოფს, რა თქმა უნდა, ძვირიჭდება ხოლმე ასეთი აღიარებების უარყოფა და შესაბამისად ყველაზე რთული გამოწვევა ქართულ საზოგადოებისას და ახალგაზრდობისათვის პირველ რიგში თაობის რომელიც ალბათ საბოლოო ჯამში მოუწევს ამ კონფლიქტების საბოლოოდ დარეგულირება და ისეთი უთებების შექმნა აფხაზურ საზოგადოებრივ და როგორც მისაღები იქნება ქართველების სოციალიზმის და სპორტის. ეს საბოლოო, რა თქმა უნდა, ეს მიღებული ფორმატი, რომელიც დააყენებს ასობით საზოგადოებას, რომ მისი წარმატება კი არა თავარი, მაგრამ თავარია ყველა მხარე იყოს წარმატებული თავის წარმატებოდა, ყველა მხარე ხედავდეს, რომ მათი მიღებული გაწყვეტილება შეესაბამება მათ ინტერესებს. ამ შედეგი არ იყო ძალიან მძიმე ქართულ მხარეს საქართველოს, მაგრამ მე ამით არ შემოვიფარგლებოდი, როგორც ესე ამით ვიფარგლებით, როცა არსებობს, როცა აფხაზეთის დისკურსის კონტექსტში, ან კონფლიქტის დისკურსის კონტექსტში, ხო აფხაზეთს საუბრობდა უბრალოდ სამხედრო უნებრივია, თუმცა განსხვავებები არის პრინციპული, როგორც ცხოველსაშუალო შეიძლება საუბარი, მაგრამ პირობითად აფხაზეთს რომ ვთქვათ, ამ კონფლიქტის დისკურსის კონტექსტში უბრალოდ საქართველოს პრობლემებს, საქართველოს გამოწვევებს და ამით ამცავებთ ემოციურ დამოკიდებულებას ამ მოვლენის მიმართ, როგორც არის მოუღარებელი კონფლიქტები საქართველოს ტერიტორიაზე. მაგრამ თუ ემოციურ გონი გადავდებოდა ვეცდებით, რომ მეტად შვიდად გავანალიზოთ, რაც რთულია საკმაოდ. და ნახავთ ვინ რა მოიგო და ვის რა ესებია ვინ რა მოიგო, რომელ მხარემ რა მოიგო და რომელ მხარეა წარმატებული, ნახავთ რომ ვერც ვერ მიაღწია და ყველა მხარე არის იმავე უარის პოზიციაში, ვიდრე გეგმავდა, რომ კონფლიქტის მისეული მოგვარების შემთხვევაში რაღაც წარმატებას მიაღწია. ამიტომ ჩემი გამოსვლა კონსერვატიულ დროში არ არის იმედია მე კითხვების დროს რომელსაც მოვახერხებო, მინდა რაღაც 4 მიმართულებით ვილაპარაკო, პირველი სიტუაციის აღწერა, მეორე პერსპექტივები, მესამე რისკები და მეოთხე საფრთხეები. და ვეცდები ყველა თემას შევეხო, ყველა იმ ხარეზე ვილაპარაკო, რომელიც დაინტერესებულია ამ კონფლიქტების თავისი ხედვით, თავისი ინტერესიდან გამომდინარე მოხდეს ამის გადახედვა. საქართველოზე ვილაპარაკეთ და ნაკლებად ვილაპარაკეთ, იმიტომ რომ ჩვენ ყველა თახტებით იმაზე რაც არის. ნახოთ რა მიიღო იგივე რუსეთმა როგორც სახელმწიფომ, ან რა მიიღეს აფხაზეთის უმხარეობა, აფხაზეთის საზოგადოებებმა იმით რაც მათ აქვთ. ვერც ერთ მხარემ ვერ მიიღო გასახული მისლის შესაბამისი რაღაც შედეგები. აფხაზური და უსული მხარეები არის სრულ აბსოლუტურ დამოკიდებულებაში რუსეთზე, ამას მათი დამოუკიდებლობა, როცა სრულ ტოტალური კონტროლი ხდება რუსეთის მხრიდან აფხაზეთში მიმდინარე პროცესებისა და ეს საკმაოდ მაღალ ჩინოსანმა აფხაზმა, რომელიც დღემდე წამყვანი პოლიტიკოსია, ომის შემდეგ მითხრა просто აღიარების შემდეგ მითხრა, ჯერ კიდევ არ დავიწყე მინისტრი, აღიარების შემდეგ მითხრა, რომ ადრე ქონდა დამოუკიდებლობა და არ ქონდა აღიარება, ეხლა გქონდა აღიარება და არ ქონდა დამოუკიდებლობა. ეს თითქმის განწყობა, ეს ფორმულა გაჭირებულია აფხაზურ საზოგადოებაში, რომ უფრო მეტი დამოუკიდებლობაა და აი თქვენ და მაგრამ აი თქვენ გახდება რა თქმა ჩვენ. ისევ მიზეზებს ეძებთ არეთ, ეს ჩვენ ვიქაფეროს სხვაგანზე მიზეზებს, მაგრამ თუაში ეს შორს არ არის ჩვენ ასასრულები, რომ სხვაგანზე მიზეზებს, აი თქვენ რომ არა თქვენ ესეთი პოლიტიკა ჩვენ უფრო მეტად ვიქნებოდით ახლოს რაღაც ახასებს, მაგრამ ფაქტია რომ თავისთავად შეარჩევი მიზეზებს და ხედავენ რომ ეს არის რაღაც იმ მაგათ დამოკიდებული მიზეზის გამო მიღწეული რაღაც შედეგი. სული მართლა რუსეთი და რუსული ენა, რუსული სამართალი, რუსული ჯარები, რუსული
მანეთი რუბლი რუსული ეკონომიკა რუსული უსაფრთხოება ყველაფერს აკოლაპარაკობს აფხაზეთში კიდევ უფრო მძიმეთა სიტუაცია აფხაზეთში მაინც არსებობს საზოგადოებებად გარკვეული პროცესები არის ეთნოკრატია ეთნოკრატიას და შუაში ჩქერო ჩავსვდი დემოკრატიასაც ვიტყოდი ანუ შიდა აფხაზურ კონტექსტში შეიძლება კაცობრიობას არსებობს ეთნოდემოკრატიაც კი არსებობს ოპოზიციური პარტიები სამოქალაქო საზოგადოება და შიდა აფხაზურ ეთნიკურ კონტექსტში რაღაც ნიშნები არის საზოგადოებრივი მოძრაობისა რაც როგორც გამოდიხარ აფხაზური საზოგადოების გარეთ არის სრული კატასტროფა მithumetes ბოლო დღეების გადასახადით როცა პასპორტიზაციის მომენტები დაიწყო გალის მოსახლეობის კიდევ უნდა ჩანს რამდენად ღრმა არის ეს ეთნიკური სეგრეგაციის საფო და არ არის სრული გადაღების შეხედვით თავის გარედან თუ რა არის ეს ყველაფერი ანუ ჩაკეტილი საზოგადოებაში კიდევ და ჩაკეტილი აფხაზური საზოგადოება როცა ყველაფერს საფრთხეს ხედავს ერთმანეთს საფრთხეს ხედავენ და როცა უკვე საქართველოს ვეღარ აბრალებენ რაღაცებს აგრესიას და ეს მეგონი ახალი ხელისუფლების არა დიდი მაგრამ რაღაცნაირად წარმატებას ჩანს ბოლო თვეებში რომ ხელს ვერ კიდევ საქართველოს და უშინდელმა ანკავების განცხადებებმაც და დასტურა რომ აშკარად ეს საქართველოსთან ქართულ-აფხაზურ კონტექსტში სიმშვიდეა ეს თავი განცხადება მithumetes დღესასწაულს აფხაზეთში არსებულ პრობლემასთან კონტექსტზე გამომდინარე როგორ პოულობენ გარეთ მტერს შიგნით და ერთმანეთს და შიგნით ისევ ქართული თემა არის მათი მამოძრავებელი ძალა ვინ არის ერთმანეთში ქართველში და შეფა ქართველი ხარში ქართულის პასპორტებს ურიგებ და ანუ ქართული თემა მამოძრავებელი ძალა შიდა აფხაზურ დაპირისპირებაში რაც თავისთავად მეტყველებს სერიოზულ პრობლემაზე რომ არა ეკონომიკა პრობლემა არა კორუფცია არა საგარეო ურთიერთობების სიტყვაზე არამედ ქართული თემა ანუ ვინ უფლებად პროქართველი ანუ გარეთ ქართველებს ვეღარ უკავდები ანუ გარეთ ვეღარ ებრძვიოდი ახლა შიგნით ებრძვიან ქართველებს და არა ქართველებს არა განელებს არამედ აფხაზეთში ვინ უფრო ქართული აი ამქვავი დღეს პროქართველად ითვლება და ყველანი ცდილობენ რომ ის ამაში გამოაშკარავო და ბუნებრივად ზარალდება ქართული მოსახლეობა ორი აზრი არ არსებობს მაგრამ ანუ ქართული მოსახლეობა აფხაზეთში ყველაზე უფრო ნაკლებად ხალხია თუ რა არაფერი მათ არ მოუქმედებიათ იყო საშუალო კორუფცია და მათთან პასპორტების გაცემა ხდებოდა უპრაგონოდ პასპორტს ამსეთქვისა და ნებისმიერ შეიძლება მივიღოს პასპორტი იმდენად უკვე კორუფციული მანქანა ჩართული იყო როგორ ფული გაკეთებული იყო ამ ფონზე რა თქმა უნდა მათ ნებისმიერ დამოუკიდებელ ლაპარაკიც კი ცოტა იყოს არის თქვია უადგილოდ მათ გაგაცეთ ეს ყველაფერი და თუ შეშფოთებაში სამოქალაქო საზოგადოებაში რომ ამ პასპორტების მიმართ ესე დამოკიდებულება საფრთხეშეცულია ყველა არგუმენტი ის რომ რა სიტყვია ჩვენზე გარეთ ну თუ აი ამ ფორმით გვინდა ჩვენ დასავლეთ მხოლოდ რომ ვაღიაროთ დამოკიდებულად როცა ასეთი შუა საუკუნეებრივი რასობრივი არა მაგრამ ეთნიკური სეგრეგაცია მიმდინარეობს რაც შეეხება საქართველოსაც იქ საერთოდ სრული კრახია იმიტომ რომ ბოლო საბჭოთა აღწერებით 100,000 კაცი ცხოვრობდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიის ტერიტორიაზე და დღეს ყველაზე თამამი გათვლებით 20,000 კაცზე მეტი ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე და ეს არ არის უდაბნოს არის საკმაოდ ნაყოფიერი ხარე წყლიანი ნიადაგიანი ყველაფერი მართლა რაც შეიძლება ინატრდეს აგრარული ხარე და აქ არის სრული დაცლილია ტერიტორია და ერთადერთი მიზეზი გამო ეს არის კლასიკური ანკლავი და თლიანად ჩამჯდარია საერთო ქართულ კონტექსტში გარე სამყაროსთან ერთ-ერთი კავშირი ეს არის გვირაბი და ისიც გადის არა რუსეთის საუკეთესო რეგიონში, მაგრამ ყველაზე მძიმე რეგიონში, როგორც ჩვენ კავკასიის ეს პრობლემებით. და შესაბამისად, ეს სულაც აუახლოვდებიან, ამით რაღაც ცივილიზაციას პირიქით შორდებიან, როცა აქ 40 წუთში არის თბილისი, თავისი რა თქმა უნდა, ევროპული რაღაც ირეგულირებებით და მაინც რაღაც გარკვეული პერსპექტივებით ევროკავშირს არამედ გულისხმობ ევროპულ მენტალობას და რაღაც გარკვეულ ცივილიზაციურ რაღაც ნიშნებს, არსებითად გასვლდება ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ მდგომარეობიდან. რას მიაღწია რუსეთმა თავის აღიარებით მიაღწია კიდე მეტად დაიშორა საქართველო, ანუ საქართველო რომელიც ამოცანა იყო როგორ არ დაეშვა საქართველო ნაციონალურ და არ დაეშვა საქართველო ევროინტეგრაციისკენ, კიდე მეტად მოხდა
რუსეთის მხრიდან აღიარებით იქნებოდა საქართველოს დაშორება და საქართველოს არის მაინც კავკასიის კეთავს გარკვეულწილად კავკასიის ყველა ინფრასტრუქტურული თუ რაღაც გარკვეული სტრატეგიული მნიშვნელობის რაღაც მოძრაობები თუ ობიექტები ყველა საქართველოსთან არის მოგული, ეს იქნება გასადენები თუ ნავსადენები თუ გზების მაგისტრალური რკინიგზა და ასე შემდეგ პორტები ყველაფერი უნდა და საქართველოს კონტექსტში განიხილება და ამ ფონზე რუსეთი აშკარად კარგავს კავკასიას და კარგავს საქართველოს და კიდევ მეტად უფრო კაფეულ გამოიკვეთა ქართული ხალხის ნება რომ შეუძლებელი ვიცხოვოთ იმ სივრცეში სადაც რუსეთი დომინანტია და ხოლო გარკვეული მხოლოდ ესეთი თან მცირე პოლიტიკური ჯგუფები თუ ზოგადად აპარატობენ რუსეთთან სიახლოვეზე, იმიტომ რომ კაფეულ ცალსახარო როგორც ხელისუფლების დღევანდელი ხელისუფლების არჩევანი ისე პოზიცია ისე ხალხის ნება კაფეულ გამოკვეთილი ევროპულია და ის ნება გამოიკვეთა რეფერენდუმზე ნატოში გაწევრიანებაზე ეს ნება ეშკუის არასად დაუყენებია. შესაბამისად კიდევ მეტად თვისებს ამით უნდა გვართოს თითქოს ამ აფხაზეთს და საქართველოს კიდევ მეტად ხედავს რომ ხელში უარეს შეხვეშებს შეჩეს ეს ორი რეგიონი და საქართველოს კიდევ უფრო შორს აღმოჩნდეს და ამით პერსპექტივა მოიგებს. ანუ ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია იმიზანს რა მიზნის მიღწევისთვისაც მას ის უშვებდა საომრობლების რეალობას და ეს არის ამიტომ მე არ მიმაჩნია რომ ჩვენ ქართულ მხარეს უნდა ჰქონდეს ასეთი განწყობა რომ ყველა მოიგო და ჩვენ წავაგეთ. მე მგონია ყველა წააგო გარკვეულწილად ვართ თანაბარ პირობებში და ნუ ყველაფერი ჯერ კიდევ წინა და როცა დავთარგმნიან თანამდებობაზე რა თქმა უნდა სასაკუთრებო უმაღლესი და ესეთი თანამდებობა რომ დიდი განმავლობაში აღშენდება სერიოზული პრეზიდენტები დინამიკა არის არა პროგრესი არის მაგრამ კარგად მესმის რომ თუ არ მოახერხეთ რაღაც გარკვეულწილად პაუზის აღება და სხვა რესურსებზე გადასვლა ძველი მეთოდით არ უნდა შორს წავა. პერსპექტივები არის თუ ხო პერსპექტივებზე ვილაპარაკოთ ჩემი აზრით პერსპექტივები გაგვაჩინა ჩვენ საქართველოს და შესაბამისად პერსპექტივები გამომდინარე ეს არის სწორედ კონფლიქტის მოგვარების ხედვა და პირველში პერსპექტივა უნდა არის ევროპის ინტეგრაცია ეს არის როგორც ევროატლანტიკური მართლობებით ეს ნატო ისე ევროკავშირი ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი გასაგრძელებელი სწორედ უახლოეს ხანში ვილნიუსის სამიტზე და სწორედ ის რაც ხდება დღეს დაძაბულობა ჩემი მარცხენით იგივეს მართლობების გავლება და ამ ფორმით საქართველოს ცდილობა საქართველოს გამოწვევებით საქართველოს პასუხოს ისე იმპორტით აპრობიტაც დააზარებთ თავის ევროპულ პერსპექტივებს, თქო უნდა ჩემი კაფეო და ამიტომ ჩვენი ხელისუფლების ცევები იმაჩნია, თუმცა ბევრს გაუგებარია და კინოულიცა იმაჩნია რომ სწორედ იმიტომ რომ ეს ის ცევები რაც დამკვირვებლების მისაღები, იმიტომ რომ ერთადერთი ინსტიტუტი რომელიც ეს იმყოფება კონკრეტულ ზონაში, ეს არის ევროკავშირი, მისი სადოკუმენტო მისია და შესაბამისად მნიშვნელოვანია რამდენად ისინი აფასებენ, რამდენად ჩვენ სწორად მასუხობთ იმ გამოწვევას, რაც რუსეთი თავაზობს არა ეხლა, არამედ 29 წლამდე მოყოლებული, უნდა გამომძაბა აშკარად ის პროცესები, რაც ამდენხანს შედარებით უფრო მშვიდად მიდიოდა. ამიტომ ყველაზე სერიოზული პერსპექტივა მე მიმაჩნია, რომ კაფეო და ცალსახა ევროპული ინტეგრაცია ყველა იმ პირობის შესრულება, რასაც ჩვენ ამიღებთ ევროპული ინსტიტუტების წინაშე, არ მახსოვს არა მარტო ევროკავშირი გულისხმობია, ჩვენ ბევრი ვალდებულებები როგორც ევროსაბჭოს გაწევრიანების დროს ავიღეთ, ის ევროპის წინაშე ვალდებულებები გაგვაჩნია, ყველა ინსტიტუტები ელოდებიან ჩვენგან გარკვეულ პროგრესს და ამ ნელა მაგალითებია რეფორმებს, შესაბამისად მეგონია ეს იქნება ეს დინამიკა იქნება მნიშვნელოვანი, რათა აფხაზურენოვოს საზოგადოებამ დაინახონ რა არჩევანი აქვს მათ მომავალში, როცა საქართველოს კაფეო და ცალსახად უკვე ევროპულ სივრცეში იქნება მოაზრებული. და მიმაჩნია რომ ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პერსპექტივა კონფლიქტის მოგვარების მართლობაზე. თუმცა საჭირო არის რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა, აუცილებელი ეს არის დემოკრატიზაცია ქვეყნის სერიოზული მტკიცე საბოლოო ამ ევროკავშირი თავისუფლად არაფერი არა თუ არა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და სწორედ ევროპული ფილებულა დაფუძნებული ისეთი ინსტიტუტები, რომელიც სწორედ დემოკრატიის საფუძველს ქმნის, ეს არის დეცენტრალიზაცია რეალური, ეს არის ადამიანის უფლებები, თავისუფლად სასამართლო უამრავი პაკეტი, რაც ჭირდება სახელმწიფოს და ეს არის ის, რაც აფხაზეთს დაინტერესებს აჩვენებს განსხვავებას საქართველოსა და ინდოინდელ რუსეთს, როცა საქართველოში კონდეს საფუძვლები იქნება, მეორე ეს კონდეს არის ეკონომიკური განვითარება, სერიოზული პოტენციალი ქვეყანას გააჩნია
და მithuli რომ ეს თქვა ეკონომიკური განვითარება დემოკრატიასაც გაუჭირდება განვითარება, თუმცა ეკონომიკური განვითარება საკმარისი არ არის. ძალიან ბევრი ეკონომიკურად განვითარებული ავტორიტარული ქვეყნები, რომლებიც სულაც არ არის მიემზიდველი, იმიტომ რომ თავდაცვითი არ არის კათოლიციზმი და დაცული და შესაბამისად მარტო ეკონომიკური განვითარებით მე არ მგონია რომ აფხაზები და ოსების მოვიგოთ. შესაბამისად ეს ორი მიმართულება მნიშვნელოვანია ჩემთვის და ვინაიდან აშკარად ჩანს რუსეთის საკმაოდ აგრესიული პოლიტიკა, სახელმწიფოების მიმართ, როგორც არის სომხეთი, როგორც არის უკრაინა, მოლდავეთი, ევროპა ხედავს, რომ მე მგონი ხედავს და ალბათ ამეთაქვებით რომ ხედავს, რომ მისი როლი დღეს მშობის ნაბიჯები დღეს მნიშვნელოვანია. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ როგორც ვილნიუსის სამიტის ერთ წლის განმავლობაში როცა უკვე არაერთი დოკუმენტი მოეწყო საბოლოო ჯამში მე მგონი ის იქნება გადაწყვეტილი საქართველოს სასარგებლოდ და შესაბამისად მე მოდის ნატო სამიტი, სადაც ჩემი აზრით ნატო სამიტზე ალბათ კაფეო ახალი მესიჯები უნდა იყოს, თუმცა ეს ჯანში გრძელვადიანი პერსპექტივაა. ამ ფონზე მე მგონი რომ რუსეთის კავშირის ესმის და ჩვენ გავაგებინოთ, რომ საქართველოს ნება იყოს ნატოს წევრი, საქართველოს ნება იყოს ევროინსტიტუტების წევრი არის უთუარი კაფეო და უნდა ხედავდეს რომ საქართველოს შეიძლება მეგობრობა, საქართველოს შეიძლება გახდეს რუსეთის ინტერესების გამთავრებელი, ოღონდ ნატოდან და ოღონდ ევროკავშირთან. ანუ მან ჩემი აზრით ყველა სხვა შანსები დაკარგა და როგორც ბალტიისპირეთს ებრძოდა, როგორც პოლონეთს, რუმინეთს, ვიდრე მიგახდებოდა განსაკუთრებით და მე ჩათვალა რომ მართლა რუსეთი არ არის ბიკია სახელმწიფო, არ ჩანს ეს არსად არ გვინახია ეს რაღაცა, თუმცა პრაგმატულია, ხედავს კალგად და სად გამოუდის რაღაცა და შემდეგ ამას ითვალისწინებს, ვიდრე მაშინ უნდა ბრძოლოს შეგვეძლება, მაგრამ თუ ჩვენ ნება იქნება კაფეო სასახა, ჩვენ უნდა უცნებად ვახერხებთ იმას, რომ რუსეთი დავანახოთ ახალ საქართველოსთან როგორ შეიძლება თამაშობენ. მე მგონი რომ ჩვენ არავის არ უნდა თქვათ უარი იმაზე, რომ ამიტომ ეს ერთ-ერთი მთავარი ჩვენი სტრატეგიული მიმართულება მთავრობის რომ რუსეთთან დავალავთ ურთიერთობა პრინციპი მნიშვნელობისა ჩვენთან. მიუხედავად ბევრი რაღაცებზე კითხვებისა, მაინც მოგაჩნია რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ საბაბი და მიზეზი რუსეთმა რაღაც გარკვეულწილად საქართველოს წინააღმდეგ რაღაც გარკვეული ან პროპაგანდისტული ან სხვა პოლიტიკები განახორციელოს, ამიტომ ჩემი აზრით ეს უბრალოდ დაალაგება ბაზის გახსნა სხვა მიმართულებებით სიტუაციების მოწესრიგება, ვაჭრობა იქნება, ეს ტრანსპორტი იქნება, სოფლის შემდეგ, ამ მიმართულებას მაინც უნდა მივიდიოთ ბოლომდე და არ უნდა ავთქვით ყველაფერი ერთ ქუჩში ყველაფერი, იმიტომ რომ ამით მხოლოდ დავარალდები ჩვენ და მეტი არავინ და მოიგებს ხოლმე რუსეთი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება წარმატებითაც დაადგება, რაც არის ამ მიმართულებით. რა რისკები არის ამაში? რისკები არის ჩემი აზრით ის რომ არა გამოწვეული რომ რუსიფიკაცია რაც მიმდინარეობს იქ არდა დამოუკიდებლობის ლაპარაკი არა აფხაზეთის მითუმე საფრთხეში. ისინი ან იქნებიან საქართველოს შემადგენლობაში, ან თუ არ იქნებიან, თუ ეს გაიწდება, მოხდებათ სულ რუსიფიკაცია და სადაც 30 წლის შემდეგ აფხაზეთზე და სამხატვროებზე თუხმეტობი პროცესული ეს ჰიპოთეზა და მეტი არაფერი ქართველებს უსოს მოუწევთ ლაპარაკი როგორ კონდეს ხედები თუ მოვაყავოთ აფხაზეთსა და საფრთხის ურთიერთობებს, რომ პრაქტიკულად ტერიტორიები იცლება პრაქტიკულად იმ ეთნიკური ჯგუფებიდან, რომელიც იქ ცხოვრობენ, რომ მათ განვითარების პერსპექტივები იქნება ჩან და ჩვენ გვაქვს შანსი სწორედ ეს მათ შევთავაზოთ, იმიტომ რომ მათ ზოგს უკან არ არის არც ერთი ეთნო-კულტურული სახელმწიფო, როგორც არის ჩურქეთის უკანა თურქეთი, როგორც კოსოვოს უკანა არის ალბანეთის სახით, როგორც სომხეთია ყარაბაღის უკან, აფხაზების უკან არის რუსეთი თავისი შეფასება იქნება გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, სადაც ეთნიკურობა არ იგულისხმება როგორც ღირებულება. ამ ფონზე თქო უნდა საქართველოს საკმართა შანსი ყველაფერი გადახედოს ამას ყველაფერს და დაინტერესოს ისინი, რომ მათი იდენტობის შენარჩუნება და მათი გადარჩენა რა თქმა უნდა უკვე არის იმ ხალხში, ვისაც ისინი თვითონ თავიდანვე ტრად და მიაჩნიათ, რომ ქართველებს არასდროს შესაძლოა უნარი მათი ინტერესები დაეცვალათ. საფრთხე რაც შეიძლება იყოს ამ მიმართულებით არის ის, რომ ჩვენ ვერ მოახერხებთ ევროპისკენ წასვლა. ეს არის ყველაზე ჩემი აზრით ყველაზე სერიოზული გამოწვევა. ქართულ საზოგადოებას ვერ გადალახავს ამ ეთნიკურ, რელიგიურ იდენტობას და ვერ გადავა სამოქალაქო იდენტობაში. რაც შეგვიძლია ყველაზე უფრო თვალსაჩინოა, რაც ახლა ხდება ბოლო პერიოდში ქვეყანაში.
ამას ხშირად ხელოვნური მომენტებია და სამწუხაროდ ხშირად ქართველები არხევენ ამას, მაგრამ ეს ისლამური ფაქტორი ეს ეთნიკური მომენტები თამაშობს, იმიტომ ხელოვნური შეიძლება გადაიზარდოს უკვე უნებრივში და ყოველ ჩვენი პერსპექტივები ევროპისკენ შეიძლება იყოს ეთქოს დაყენებული, ამიტომ ერთადერთი საფრთხე რაც საქართველოს გაშინ ეს არის ჩვენი ნაციონალიზმი. ჩვენ თუ გადავალახეთ ჩვენი ნაციონალიზმი და გადავედით სამოქალაქო იდენტობის ნაციის მშენებლობაში ხმაურად დაწუნებული, რომ ბევრი საკითხები იქნება მოგვარებული, თუ რესურსები, რაც მოცავობარი უკვე ხის წესრიგში, რესურსები შეიძლება ჩვენ უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე იგივე ახსენე კვიპროსი იყო თუ კოსოვო იყო თუ იგივე ყარაბაღი, იმიტომ რომ ჩვენ შორის, ჩვენსა და აფხაზებს შორის, ჩვენსა და რუსეთს შორის არ არსებობს არანაირი ისეთი ღირებულებითი განსხვავებები, როგორც არის რელიგია, როგორც არის ისტორია, ღრმა ისტორიული დაკის როგორც ბერძნებსა და თურქებს შორის პროცესს საუკუნეები დამოუკიდებლად ასე იყო, ენაც კი, ენა საფუძვლად უკვე ის ინფორმით არა, მაგრამ ცხინვალში დღემდე ოჯახებში ქართულად ლაპარაკობენ, ოსი ცოლ-ქმარი ისთვის ქართული ენა მშობლიურ ენაა და როცა გარდაიცვალა ვინმე ცოლი, მაგრამ იყო არ უნდა შევთვალო ხოლმე, როცა ქმარი გარდაიცვალა და ცოლი ტიროდა ქართულად, ემოციას ვერ გააყავდა. და ანუ ეს რესურსებია, რაც კარგად უნებრივია, მაგრამ მაინც გვაქვს შენარჩუნებული დღემდე სიტყვაზე როგორც საზოგადოებაში ნაკლებად იმედია დაბრუნდება, მაგრამ აფხაზურ საზოგადოებაში მინდა დიდი ხანია ვერ არის აფხაზურ საზოგადოებასთან, იქ შერეული ფუნქციონირება ქართველთან ეს არ იქნება მიუღებელ ფორმად, თუ აღარ არის ისეთი მასშტაბური პროცესი ადრე, მაგრამ როცა ხდება ესეთი ფუნქციონირება, ეს ჩვენი ნორმალურ მომენტა მიდებული, რაც წარმოუდგენელია ყარაბაღის კონტექსტში ან კვიპროსის კონტექსტში ან კოსოვოს კონტექსტში. და ძალიან სერიოზული რესურსი ის რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს ტერიტორიაზეც და აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ ქართველები. არცაც გვაგან მოწინააღმდეგე მხარის ხალხი არ ცხოვრობს პირობითად მშვიდობიან პირობებში. პირობითად, იმიტომ რომ ძალიან ციკლებია პასპორტიზაცია ამის სამწუხარო მაგალითია, მაგრამ მიუხედავად ამისა ერთადერთი ადგილი სადაც ცხოვრობენ მოწინააღმდეგე მხარის ხალხი ეს არის კოსოვო, მაგრამ ალბანელებსა და სერბებს შორის ევროკავშირია და ამას კაცემოკლეს და საკმარისია ვიღაცა გადაწყვეტს ერთმანეთთან რომ ან ეკლესიას დაუწყობენ ერთმანეთს და ან მეჩეთს დაუწყობენ ერთმანეთს. ეს მარტო არ ხდება ჩვენთან, ეს არის პლუსი. რაც ჩვენ უნდა, ეს არ არის იდეალური სიტუაცია, ამით საამაყო შეიძლება ბევრი არაფერი არა, მაგრამ ეს რომ რესურსია, ეს აშკარაა და ამიტომ ვიტყვი ჩვენ გვაქვს საშუალება და დეტალური მოთმინება ის რომ არ ხდება კითხვა, მოთმინება ის რომ შედეგებზე ძალიან აგროვინერვებულად მეგონი რომ დავასრულებ, მოკლე, მაგრამ დედლაინები, სუმარი დასრულდება ეს ყველაფერი, ეს არის არჩევნები საქართველოში და ამით შეიკრება ხელისუფლება, დღეს ჩემს სფეროში ახლა მეხება, მე პრაქტიკულად ვერ ვლაპარაკობ ვერც პრეზიდენტს, ვერც უშუალოდ საბჭოს, ვერც გუბერნატორებს, ვერც დაზვერვას, ვერც კონდაზვერვას, პრაქტიკულად პარალიზებულია სახელმწიფო საქმიანობა, შეიძლება სხვა ჯანდაცვას არ ეხებოდეს ამიცი, ალბათ მასაც ეხება, მაგრამ მე უშუალოდ მეხება ეს პრობლემები რომ კრიტიკულ სიტუაციაში სტრატეგიული გაწყვეტის მიმდევრ სტრუქტურებში არ არსებობს კონსენსუსი და არ არსებობს სურვილიც კი რაღაც კონსენსუსი კონსტრუქცია ბაზარებს, მაგრამ ეს მალე დასრულდება იმედია და ხილვა გამთნიანდება, არა მარტო ის რომ პრეზიდენტი იქნება სხვაებად, უკვე მთელი სამსახურები იმუშავებენ ერთი რაღაცის მიმართულებით, ამას მშობლობა აქვს, ამას ემატება რა თქმა უნდა უკვე თავრობა იგივე ბიზნესმენების ფაქტორი არსებობს სადა როგორ იქნება, აშკარა ახალი პრემიერ-მინისტრი, ახალი პრეზიდენტი, ყველაფერი ასე თქმა უნდა არის სერიოზული სიახლეები იქნება და ამაში უნდა ჩვენ ვიპოვოთ უკვე ჩვენი ახალი რაღაც გამოუცილებლად გამოსავლები და ყველაზე ბოლო დედლაინი ალბათ არის ოლიმპიური თამაშები თებერვალში სრულდება, მარტში სრულდება და ალბათ გაზაფხულზე უკვე გვექნება ახალი რეალობა. სულაც არ ველოდები ახალი რეალობა იქნება იდეალური და კარგი, შეიძლება იქითაც უარესი იყოს, მაგრამ ეს რეალობა რაც დღეს ხელოვნურია ყველაფერი. ხო, დღეს ოლიმპიადა სერიოზული მოვიდა, მაგრამ არის დროებითი გრავიტაცია. მე დროებითი გრავიტაცია რო წავა, დარჩება რეალური გრავიტაცია, საჭიროება რა თქმა უნდა კონდეს მე მგონი დრო ამოუწია, შეიძლება საკერო კავშირზე ლაპარაკი, რომ ძალიან გვეხმარება და ევროკავშირის ფაქტური და არაღიარის პოლიტიკა. უაღრესად მნიშვნელოვანი ძალიან გვეხმარება, ეს გაგრძელდება დაკუნებულია, მაგრამ ეს ასე მაგაზე დავაკეთე ესეთი მონახაზები და ისე მონახით მე ჩავთვალე სუჭერში. დიდი მადლობა. მე არ ეკითხა პარტასთან, მაგრამ რადგან საუბრობდა სწორედ საზოგადოების აქტიურობაზე და იმაზე, რომ
ფაქტობრივად ახალ რეალობაში ვართ, ალბათ სწორედ არასამთავრობო სექტორის აქტიურობა იქნება მნიშვნელოვანი, პირადად ძალიან მაინტერესებს ის, რომ თავად აფხაზეთის საზოგადოება და ცხინვალი როგორ